ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას არხის გამოწერისთვის და კომენტარებისთვის, ჩემო კარგებო. ახლა შემოგთავაზებთ ასეთ გაშლას, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ამ წუთას თქვენზე, რას ფიქრობს, როგორი განწყობით არის თქვენს მიმართ. მოდი ვნახოთ ჯერ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ჩემო კარგებო. სიგნიფიკაციის მიხედვით მიხვდებით, როგორი ამჟამად ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, როგორი ამჟამად ურთიერთობა, რას გვეტყვის ამაზე. ჩვენი ძვირფასი დასტა, როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, როგორია ამჟამად ურთიერთობა, ვნახოთ და აი ამ სიგნიფიკაციის მიხედვით მიხვდებით, რამდენად თქვენია აღნიშნული გაშლა. მაშინ ვნახოთ, თქვენს ურთიერთობაში შესაძლებელია ამჟამად არის პაუზა, ჩემო კარგებო, ან უკვე დასრულებულია ურთიერთობა. კი, აქ მე მიჩვენებს, ნახეთ, იმდენი რვიანი ხმალი დასტის ძირზე, რვიანი ხმალი. გაშლა დაიწყო 4-იანი ხმლით, 4-იანი ხმალი, შემდეგ 5-იანი ხმალი, სიკვდილის არკანი, ანუ ტრანსფორმაციის არკანი, 7-იანი კვერთხი და პაჟი, პენტაკლის პაჟი. აქ მე მიჩვენებს იმას, რომ ძალიან რთულ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, ურთიერთობა დიდი ხანია უკვე რაღაც ჩიხშია შესული, შესაძლებელია აქ უსიამოვნება, ჩხუბით დაშორება, კონფლიქტით და დიდი ხანია უკვე რაც ეს მდგომარეობა არის უცვლელი, მაგრამ თქვენს თავთან შესაძლებელია გაქვთ რაღაც გამუდმებული შინაგანი ბრძოლები, გაქვთ თითქოს მაინც ეჭიდებით იმ ურთიერთობას, რომელზედაც ფიქრობთ ახლა, ხო, ჩემო კარგებო, მაინც აი თითქოს ვერ უშვებთ ხელიდან ბოლომდე, თითქოს გინდათ რაღაც სიახლე, თითქოს განაახლოთ ეს ურთიერთობა, ან შესაძლებელია ფიქრობთ, რომ უკვე წარსულში დარჩა ის ყველაფერი, წარსულს ჩააბაროთ და დაიწყოთ ხელახლა ეს და რაღაცა სიახლე შემოვიდეს გინდათ ერთი სიტყვით თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ თქვენს პარტნიორთან, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან ამჟამად ხართ პაუზაზე, ან უკვე დასრულებულ ურთიერთობაში. იცით რა არის, ჩემო კარგებო, თითქოს აქ მე მიჩვენებს იმას, რომ თქვენ ვინც ამ გაშლას უყურებთ, გრძნობები კიდევ გაქვთ თქვენი პარტნიორის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი მიყურებს ამჟამად თუ მამაკაცი, ყოველ შემთხვევაში გრძნობები აქ გაქვთ, მაგრამ მოხდა რაღაც ისეთი, რასაც ვერ ივიწყებთ. ფიქრობ, ეს არის ტყუილი, ღალატი, ეჭვიანობა, ყველასთან სხვადასხვა იქნება, ჩემო კარგებო, მაგრამ გინდათ რომ თავი არიდოთ თუ დაივიწყოთ ის რაც მოხდა თქვენ შორის და მაგრამ თითქოს თან პერიოდულად გახსენდებათ ის ყველაფერი რაც მოხდა და ბოლომდე ვერ ივიწყებთ იმ წენას და იმ ყველაფერს რაც მოხდა. შესაძლებელია იცით რა არის, აქ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის იყო რაღაც დაფარული, შესაძლებელია ეს დაფარული გამჟღავნდა, ჩემო კარგებო, და სწორედ ამან გამოიწვია თქვენ შორის ეს რაღაც კონფლიქტური სიტუაცია. არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ჩემო კარგებო. აქ მე მიჩვენებს იმას, რომ რაღაც ინფორმაციის, არ ვიცი, ენის ჩარევა მოხდა თუ ყოველ შემთხვევისთვის ზეგავლენა მოახდინა რაღაცა ინფორმაცია თქვენს ურთიერთობაზე, საიდანაც შემდეგ წარმოიშვა ჩხუბი ერთმანეთისთან დაპირისპირება და ეს ყველაფერი დასრულდა ასე. იმედგაცრუებული ხართ, იმიტომ რომ ვერ მიიღეთ ის რაც გინდოდათ, ვერ მიიღეთ შესაბამისი ალბათ სიყვარული, შესაბამისი გრძნობა თქვენი პარტნიორის მხრიდან და მოხდა ის რაც მოხდა, რომ ურთიერთობა დაინგრა, ასე ვთქვათ, აღარ მოყვა ურთიერთობას რაღაც დაინგრა რა ერთი სიტყვით და აქ მე მიჩვენებს წყვილებს შორის განხეთქილებას და დასრულებულ ურთიერთობას თუ გეცნოთ თქვენი თავი და თქვენი სიტუაცია. უბრალოდ მე ერთ კითხვას დავასუსტებ კიდევ სანამ კიდევ გადავიდოდე გაშლაზე.
ჩემო კარგებო, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ მიზეზი ვიკითხე მე. მიზეზი გახლავთ ეჭვიანობა. ეჭვიანობა და ასე ვთქვათ, აი ამ ეჭვიანობის საფუძველზე ურთიერთობა შევიდა ჩიხში. ეჭვიანობა და დანაშაულება იმის, რომ თქვენს ურთიერთობაში გაჩნდა მესამე პირი. ეს მაინტერესებდა მე, რომ დამეზუსტებინა. თუ მიხვდით, რომ თქვენზეა გეცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიტუაცია, მაშინ ნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ამჟამად თქვენზე, რას ფიქრობს, რა ფიქრები აქვს თავში, რითია მისი თავი, რა ფიქრებით არის მისი თავი ამჟამად დაკავებული, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. რას ფიქრობს? ეჭვიანობს ჩემო კარგებო ის ფიქრები, ეჭვები, ეჭვიანობს იმიტომ რომ ფიქრობს, რომ თქვენს ცხოვრებაში არის სხვა პიროვნება, ფიქრობს, რომ უღალატეს, ფიქრობს, რომ თქვენ მხოლოდ მისი საკუთრება იყავით და არ ქონდათ უფლება, რომ არ ვიცი, ერთი სიტყვით ეჭვები და აი ეს ეჭვები ღრღნის და ეჭვები არასვენებს იმის მოსვენებას, რომ წარმოუდგენია ის, რომ თქვენს გვერდით არის სხვა პიროვნება, ჩემო კარგებო. აი ეს არის მისი ამჟამინდელი ფიქრები. ფიქრობს, რომ თქვენს ცხოვრებაში არის მესამე პირი, რომ თქვენ ხართ სხვა ურთიერთობაში და ეს არასვენებს მოსვენებას უკარგავს ერთი სიტყვით. ძალიან უჭირს ამის გამო, ძალიან უჭირს იმის გამო, რასაც წარმოუდგენია. არ აქვს ამჟამად სიცხადე. მისი გონება აი ამ ფიქრებით არის დაბინდული, რომ იტყვიან. შესაძლებელია პიროვნება, არ ვიცი, ეგოისტ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია რეალურად არც იყო ხო ის რაზედაც ფიქრობს, მაგრამ პიროვნება იმდენად არის შეპყრობილი აი ამ აკვიატებული ფიქრებით, რომ რეალურად საღად ვერ აზროვნებს. შესაძლებელია პიროვნება აი ამ ფიქრების გამო გამუდმებით რაღაც გარკვეული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაც იმყოფება, არ ვიცი სასმელის თუ არ ვიცი რის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ის ფიქრები, რომელიც აწუხებს, აი ცდილობს, რომ შეიმსუბუქოს სწორედ რაღაცა საშუალებებით. ძალიან იტანჯება ერთი სიტყვით რა. მოდი ვიკითხოთ გრძნობა. გრძნობა ამ მომენტში. მისი გრძნობა თქვენს მიმართ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რას გრძნობს თქვენს მიმართ ამჟამად. გრძნობა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისა. გაბრაზებულია ძალიან, გაბრაზებულია სწორედ იმის გამო, რომ შეიძლება, არ აქვს წარმოდგენა თქვენს შესახებ რეალური ინფორმაციას. შესაძლებელია იცით რა არის, გაბრაზებულია იმიტომ, რომ შესაძლებელია მასთან მიდის რაღაც არარეალური ამბები თქვენზე, ასე ვთქვათ, არასწორი ინფორმაცია და აი ამის გამო ბრაზობს ჩემო კარგებო. კი, არ აქვს მას თქვენს შესახებ რაიმე ინფორმაცია და გაბრაზებულია გრძნობა. მე აქ გრძნობას იმდენად არის გაბრაზებული, რომ ეს სიბრაზე, რომ იტყვიან, გრძნობას ახშობს. მარტოა პიროვნება, მარტო განიცდის თავის მარტოობას. სიყვარული კი უნდა რომ იყოს მის ცხოვრებაში პიროვნება, ვინც რომ იტყვიან მის გულს დაიპყრობს, მაგრამ ეს სიბრაზე არ აძლევს მის გრძნობებს განვითარების საშუალებას კი არა და გონებასაც უბინდავს ჩემო კარგებო. აი ასეთ მდგომარეობაშია. აღარ გავაგრძელებ, სულ ეს იყო, მადლობა და ნახვამდის.